გენერალური პროკურატურისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა ამ დრომდე გენერალურ პროკურატურას ახალგაზრდა მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ქმედითი ნაბიჯები არ აქვს. გადადგმული როგორც ამას ახალგაზრდა მასწავლებლის ოჯახის წევრები ამბობენ და არ აქვთ ის მოთხოვნები შესრულებული, რის გამოც 2 კვირის წინ ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და რამდენიმე თვეა ეს ადამიანები უშედეგოდ ითხოვენ დამნაშავეთა წრის გაფართოვებას და ასევე იმ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რითაც საქმე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შესაბამისად, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე ეს მოთხოვნები არ აქვს შესრულებული, ეს ადამიანები გიგა ავალიანის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ აანონსებენ აქციას გენერალურ პროკურატურასთან 8 იანვარს მთავარი ეპიცენტრი და აქციის მთავარი ცენტრი ისევ გენერალური პროკურატურა იქნება, სადაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები იქნებიან შეკრებილები და შვილმკვდარი დედა ასევე საზოგადოებას მოუწოდებს ადამიანებს მხარდაჭერისკენ, რომ გენერალურ პროკურატურასთან მათ გვერდით დადგნენ და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდონ, რომ საქმე სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ჩვენ პროკურატურას მივეცით გონიურული ვადა 8 იანვრამდე, მაგრამ არ გადადგმულა არც ერთი კრედიტი ნაბიჯი. ის თვალთმაქცური წინადადება, რომ თითქოს პროკურატურა მზად იყო ოჯახთან შესახვედრად, არის სრული აფიო. მე მიმართავ პროკურატურას. თქვენ იცით, რომ გიგა ავალიანი მოკლეს წინასწარი განსაზღვრებით და მოკლეს ჯგუფურად. ვიდრე ამას არ აღიარებთ და ვიდრე ყველა დამნაშავე შესაბამისი მუხლით არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მე არ გავჩერდ. მიმართავ საქართველოს მოსახლეობას. თქვენი თანადგომა ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი. 8 იანვარს 4 საათზე მთავარი პროკურატურის წინ დადექით ჩემთან ერთად, ვიბრძოლოთ ყველამ ერთად და ვთქვათ, დედებო, მამებო, ძალიან გითხოვთ, გაიხადეთ ის პიჯაკი, რომელიც გაცვია თანამდებობისთვის და ჩემთან მოდით როგორც დედა და როგორც მამა. სიცოცხლე ჩვენი შვილების არ არის უბრალო, როგორც ეს გონიათ ლუკა გამყრელიძეებს. დავიცვათ ჩვენი შვილების ღირსება და სიცოცხლე. მე არ გამიზრდია შვილი იმისთვის, რომ ასე მუხანათურად მომიკლან, მე სპეტაკიშვილი გავზარდე, ამიტომ ვიბრძოლე ასე გამწარებული, ვიბრძოლე ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავეს ექიმებით დამთავრებულს არ დავსვავ საბრალდებო სკამს. როგორც გამოძიებით დგინდება 28 წლის გიგა ავალიანს საცხოვრებელ სახლთან ჯერ ჩასაფრება მოუწყვეს და შემდგომ მას სასტიკად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი გიგა ავალიანი კი უკვე ამის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ამ ეტაპზე არის 4 პირი დაკავებული, 2 მათგანს ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებიან, თუმცა როგორც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და დედა ამბობს, 4-ვე მათგანის წინააღმდეგ საქმე არასწორი მუხლით მიმდინარეობს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, დაორგანიზებული, ჯგუფურად შესრულებული დანაშაული და შემდგომ უკვე განხორციელებული. სწორედ ამიტომ ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ ჯგუფური მუხლით მიმდინარეობდეს და დაიწყოს გამოძიება ამ ადამიანების წინააღმდეგ და ყველა მათგანი, ვინც ამ ჯგუფურ თავდასხმას და მკვლელობას აორგანიზებდა და შემდგომ უკვე ვინც შემსრულებლები იყვნენ, ყველა იყოს სასტიკად დასჯილი. გარდა ამისა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც საუბრობს ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ სრულად არ არის ეს მტკიცებულებები საქმეში მითითებული, მაგალითად როგორც ეკა კუპატაძე გიგა ავალიანის დედა ამბობს, მის შვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თუმცა საქმეში მხოლოდ მცირე ნაწილია ამ დაზიანებების აღწერილი და შესაბამისად ოჯახის წევრებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვს პროკურატურასთან და ამის გამო სწორედ 8 იანვარს კიდევ ერთხელ ისინი აქციას გამართავენ გენერალურ პროკურატურასთან. ჩვენ ჩავთეთ საზღვარგარეთიდან ექიმები, საქართველოდან ბევრი ექიმი ჩავთეთ გიგას სიცოცხლის გადარჩენისთვის და ვიცოდით, რომ გიგა ვერ გადარჩებოდა, მაგრამ კლინიკამ და ექიმანიკა ზირაქაშვილმა როცა გაანალიზა, რომ თვითონაც დააშალა და 4 საათნახევრის შემდეგ ჩაუტარდა გიგას ოპერაცია, მან უკვე დაიწყო საკუთარ თავზე ფიქრი და უკვე იმ წამიდან დაიწყო გაყალბება საქმის მასალების. აბსოლუტურად ყველაფერს გამოვიძებ, აბსოლუტურად ყველა წუნა ჩაყვები ბოლომდე. დაიწყო უკვე თვითგადარჩენაზე ზრუნვა და გიგას ყველა დაზიანება არ არის აღწერილი, რომ თითქოს მარტო ერთი დარტყმა იყო და არ ეთყობოდა თითქოს ძალადობის კვალი. იმისთვის რომ შეინიღბა თავისი თავი,
არ აღწერა გიგას დაზიანებები, თითქოს არაფერი არ ეტყობოდა და ამიტომ ეგონათ ნარკოტიკული თრობა. ჩემი შვილი ალკოჰოლური სასმელით არ დამთვალა და არ გადამთვალა და ნარკოტიკით დათვრებოდა, ჩემი შვილი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკებს მიიღებდა. 4 დაკავებულიდან არც ერთი არ არის სწორი მუხლით საბრალდებო არც ერთი არ არის სწორი მუხლით დაკავებული. შესაბამისად 8 იანვარს 4 საათზე გენერალური პროკურატურა პროტესტის მთავარი ეპიცენტრი იქნება. კვლავ სადაც მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და შულმკვდარი დედა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მის გვერდით დადგნენ და მხარდაჭერა გამოუცხადონ.